მარტის ხელფასი ჩვენ ავიღეთ 22 ივლისს. შემდეგ აღარ ყოფილა და ეხლა ძალიან რომ დაიძაბა და ხალხი საერთოდ აბსოლუტურად უფლოდ დარჩა. აი ეხლა მოხდა აგვისტოს ხელფასის დარიგება და დანარჩენი თვეები როგორც აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი არ დარიგებულა და აგვისტო ჯერ სრულად არ არის დარიგებული. კლინიკა ფუნქციონირებს, სასწრაფო ავანტბუდად მიხებული არიან და კლინიკა არ წყვეტს ფუნქციონირებას, ჩვენ უბრალოდ დავაწყეთ საპროტესტო აქცია. შეხვედრა გქონდა მფლობელთან, შეგვირდა მხოლოდ სიტყვიერად, რომ რამე გრაფიკს მოგვაწოდებდა, მაგრამ უკანვე მოაყოლა მუქარა. მე კი გავასწორებ ამ ხელფასს, ოღონდ ძველდავალიანებას არა, მხოლოდ აგვისტოს და სექტემბრის ხელფასებს, მაგრამ ამას მოყვება გამოცდები, რასაც მოყვება მედპერსონალის მასიური შემცირება. ამის უფლება მათ არ აქვთ. ჩვენ აღებული გვაქვს სახელმწიფო ლიცენზია. კი ბატონო, თუ სახელმწიფო გამოაცხადებს რესერტიფიცირებას, ყველა ექიმი თანახმარო ხელახლად გაიაროს რესერტიფიცირება, მაგრამ მათ, კერძოდ მფლობელებს, არანაირად არავინ არ ჩააბარებს გამოცდას. შენებლებს ჩვენ გამოცდას არ ვაბარებთ. ამომწყურავ პასუხს არ გვეუბნებიან. დღეს იქნება ხელფასები, ხვალ იქნება ხელფასები და დღემდე ვარ თუ ხელფასები. რამდენი ხანი გავიდა ამის? უკვე მე-4 თვე დაიწყო. გახსნიდან ივნისის 17-ში გაიხსნა, გახსნის დღიდან მუშაობთ და ხელფასი არ მივიღეთ. რომელი განყოფილება? ფსიქიატრიული. აპროტესტებ იმას, რომ რაც ინსტიტუტი დაამთავრა 24 წლის განმავლობაში მუშაობ ამ სტაციონარში, მუშაობდი. არ მქონია შენიშვნები, არ მქონია ბაბათყოფების უკმაყოფილებები და არაფერი. გაუქმეს ჯერ მუნქები განყოფილებათა საერთოდ აღმოჩნდა, რომ არ იყო საჭირო. გადაგვიყვანეს ამბულატორიაზე, ამბულატორიის მერე 15 აპრილს გამათავისუფლეს სამსახურიდან, მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა დავითმაც და ერთმაც და ბატონმა ვატონმაც ძალიან კარგად იცოდნენ, გაფრთხილებული ყავდა მაგასთან დაკავშირებით, რომ ძალიან გთხოვთ ისინი მოიქცევით, რომ ჩვენ უმუშევრები დავჭერთ. ისე გამოგვიჭეს სამსახურიდან არც უკითხია არავის დასაპირებ მერე. გამოსვლა დღეს დაახლოებით 100 თანამშრომლისა დაფიქსირდა ჩვენი საავტობუს ტერიტორიაზე. ეს დაკავშირებულია ძველი სახელმწიფო დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით არის ყველაფერი. რაც შეეხება თვითონ სახელმწიფო დავალიანება არ არის ერთი თვის დავალების სამწუხაროდ აპრილის თვიდან ეს თანამშრომლებს ხელფასები არ მიუღია. საავტობუსში ერთი თვე არის დაახლოებით, რაც ახალი ადმინისტრაცია შემოვიდა. შეიცვალა ხელმძღვანელობა, შესაბამისად ხელმძღვანელობამ აიღო პასუხისმგებლობა ძველი დავალიანების დაფარვაზე და ახალის გასრულებაზე. აგვისტოს ხელფასების გაცემა უკვე დაწყებულია. არასკევრი დღიდან ხდება გადარიცხვები, უკვე უმეტესობას ანუ 400-დან 300 პერსონალ თანამშრომლობს პერსონალს მიღებულია ხელფასების ვარიანტ ანგარიშებზე.